ამ ბიჭის კომენტარებზე მაგ პასუხისგაცემა მოსჩილია ეს ამგვარია, იმიტომ რომ აი დავიღალე რა, აი მართლა ემოციურად, ფიზიკურად ყველანაირად დავიღალე. ხუმრობ პირიქით, რაჩა რომ მეტი კომენტარი დამწერეთ ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მეც მეტი მიზეზი მექნება, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩავწერო ვიდეოები. მოკლედ, ამ კომენტარში გვეუბნება, რომ ფსო და ეს სახმოვანთა კომპლექსი არისო, რა თქმა უნდა, ადიღეურიო და ეხლა ამას მტკიცება რაც უნდა რა და რეალურად და ენა არიციო შენ ჩერქეზოლიო და იმიტომ ეშლებაო და რეალურად კი ესეა, მაგალითად ფსუ არის წყალთან და სითხესთან დაკავშირებული სიტყვები ადიღეურში, თუმცა ამის კარგი მაგალითი იყო ის, რომ თავის დროზე პავლე იგოროყვა დაჯდა და შეეცადა, რომ დაიკავშირებინა ერთმანეთთან ძველი ქართული სიტყვები, სადაც ასევე ფს თანხმოვანთა კომპლექსი უკავშირდებოდა ჩვენთანაც წყალს. ამისია მაგალითად ნიკოფსია, ანუ ნიკოფსისი, ამისია მაგალითად ჩვენი ტოპონიმიკა სუბსა, ამისია მაგალითად ჩვენი ერთ-ერთი ტოპონიმიკა ფაზისი, ამისია მაგალითად ძალიან ბევრი კიდევ, ანუ იმის თქმა მინდა რომ ანუ ტოპონიმიკაში ფს თანხმოვანთა კომპლექსი არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ ის იქნება უნიკალურად მხოლოდ მათი. მით უმეტეს, რომ არის მონათესავე ენები და ჩრდილოკავკასიური და ქართული ენები არის მონათესავე რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ ერთად განვითარდა და გარდა ამისა გვაქვს სუბსტრატი არის, როდესაც ხალხი ცხოვრობდა და ჩაანაცვლა ის სხვა საზოგადოებამ და შემდგომ რაღაც კონკრეტული ტოპონიმიკა, ანუ ადგილების ასახელებები არის შემორჩენილი, მაგრამ ასევე არსებობს ადსტრატი, როცა ორი ენა ვითარდება ერთდროულად და არსებობს მიმსგავსებული კომპლექსები, მაგრამ ყველა ენას ასევე აქვს თავისი უნიკალური თანხმოვანთა კომპლექსები, ჩვენ შემთხვევაში არის ბღფხ, ტყ, დღთხ, ცხ და ასე შემდეგ, უბრალოდ ახლა აქ აღარ ჩაუღრმავდები ყველას ჩამოთვლას, მაგრამ იმის თქმა მინდა რომ არსებობს უნიკალური ენისთვის დამახასიათებელი კომპლექსები და ასევე არსებობს არაუნიკალური თანხმოვანთა კომპლექსები და ფს და ფშ, აი ამას ამტკიცებდა პავლე იგოროყვა, რომ არ იყო ჩრდილოკავკასიისთვის უნიკალური და ჩვენთანაც არსებობს ეს უნიკალური. გარდა ამისა, სითხესაც რაც შეეხება, ამასთან დაკავშირებითაც გვაქვს, თუმცა ეს ვიდეოს სხვა თემებია.